ამ წლის 19-21 სექტემბერს საქართველოში პირველად გაიმართება რეპროდუქტოლოგთა მსოფლიო კონგრესი. ჩვენ ექიმები საქართველოში ზოგადად განებივრებულები ვართ სამედიცინო კონფერენციებით, რადგან ისინი საკმაოდ ხშირად იმართება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ეს კონფერენცია არის აბსოლუტურად განსხვავებული და განსაკუთრებული. და სწორედ ამის შესახებ მე ვესაუბრე პროფესორ ჟორდანიას და პროფესორ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს პროფესორ არჩილ ხომასურიძეს. ბატონო არჩილ, რითია განსაკუთრებული რეპროდუქტოლოგთა კონფერენცია, რომელიც იმართება ჩვენს ქვეყანაში 19-21 სექტემბერს? გააჩნია რა თვალსაზრისით, რაოდენობრივად თუ ხარისხობრივად. რაოდენობრივად მართლა განმეორებული ვარ. ყველა თვე რაღაცა ტარდება და ხარისხობრივად დაკნინებული ვარ. არც არის გასაკვირი. საქმე იმაშია, რომ საბაზისო მეცნიერული კვლევები ძალიან ძვირია და საქართველოში ვერ სრულდება რეალურად. და რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, მათი დონე არის ძალიან დაბალი. უნდა ვაღიაროთ. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, კონფერენცია კი არა, მსოფლიო კონგრესია. პირველად საქართველოს ისტორიაში. მსოფლიო კონგრესი მედიცინაში არ ჩატარებულა საქართველოში. და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს შემოგთავაზა, ეს არის რეპროდუქტოლოგიაში. ვინ არის კონგრესის ორგანიზატორი და როგორ გაჩნდა საქართველოში მისი ჩატარების იდეა? იდეა კი გაჩნდა, როდის და როგორ იყო არ მახსოვს, მაგრამ თავარი ეს არ არის, თავარი ეს არის, რომ საქართველოს მის დაიმსახურა. დაიმსახურა საქართველოს რეპროდუქტოლოგია. დაიმსახურა ჟორდანიას ინსტიტუტმა. მისმა ტრადიციებმა. ცოტა მეც დაიმსახურა. თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც ამჟამად დგას რეპროდუქტოლოგიის წინაშე, როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად მსოფლიოში? საქართველოში თავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ არის სრული იგნორირება რეპროდუქტოლოგიისა და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების. ძირითადად თვითკრიტიკულად ვიტყოდი სახელმწიფოს მიერ. მაგალითის სახით შემიძლია გითხრათ, მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ერთადერთი ქვეყანა არის ევროპაში ყოველ შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო არ აფინანსებს არაფერს, თუნდაც ერთ ინვიტრო განაყოფიერებას. მცდელობაც ერთი. ეს არის სრული აბსურდი. მარტო ჩვენ ვართ ესეთი. და ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო არის თითქმის ზღვარზე დემოგრაფიული კატასტროფის. თუ ესე გაგრძელდა, მარტო ჩვენ ექიმები და ჩვენი ხედრით ზონა დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორების არის შეადგენს მხოლოდ 15%. თუ ესეც დარჩა მიუხედავად, ჩვენ ხო არა ვართ მუდმივი, და ჟორდანიას ინსტიტუტი და ჩვენი რეპროდუქტოლოგიის ეს ეტაპიც დამთავრდება ალბათ. როდეს ყველაფერი ეს მიგვიყვანს იმასთან, რომ 2050 წლისთვის დაახლოებით საქართველოში ქართველები დარჩებით უმცირესობაში. ახლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნა თუ როგორია მდგომარეობა, ეს არის მთავარი გამოწვევა. რაც შეეხება მსოფლიო დონეზე, ყველა რეგიონში და ყველა ქვეყანას სხვადასხვა გამოწვევა აქვს. განვითარებად ქვეყნებში, აფრიკის ქვეყნებში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, იქ არის პრობლემა მოსახლეობის ჰიპერპოპულაციის, შობადობის ჰიპერპოპულაციის. ანუ შობადობა არის ძალიან მაღალი. და ამან შეიძლება გამოიწვიოს დიდი გართულება. არის ესეთი რეგიონები, სადაც არის დაბალი და ეს დამახასიათებელია ევროპის ქვეყნებისათვის. განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეს იწვევს დიდ სირთულეებს. საქართველოში განეკუთვნება ევროპული ტიპის ქვეყნებს. შობადობის თვალსაზრისით, რომელსაც არის დამახასიათებელი შობადობის შემცირება და მოსახლეობის გადაბერება. და ეს ხდება არაკონტროლირებადი იმიგრაციის ფონზე. ამას ყოველთვის მივყავართ ყველა არასასიამოვნო კონფლიქტებთან. როდესაც ეს არის დამოკიდებული დემოგრაფიულ მდგომარეობასთან, ეს ძალიან საშიშია. როგორც უკვე გითხარით, საქართველო განეკუთვნება ევროპული ტიპის ქვეყნებს, რომლისთვის არის დამახასიათებელი შობადობის შემცირება, როგორც უკვე გითხარით, და მოსახლეობის გადაბერება. ეს არის კანონზომიერება. ევროპული კანონზომიერება. ყველაფერი
კარგი გადმოგვეღო რამე ევროპისგან, კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ჩვევია ცუდის გადმოგვეღო და გადმოვიღეთ რაც უარ ყოფილია ევროპაში. და ეს არის ესეთი კანონზომიერება, რომელსაც ესე იგი უახლოეს პერიოდში ყოველ შემთხვევაში არაფერი არ ეშვებოდა. ამისათვის რომ ეს კანონზომიერების მნიშვნელობა, პრაქტიკული მნიშვნელობა შემცირდეს, რა თქმა უნდა იყოს ნება საზოგადოების, რომ დააბალანსოს შობადობა უშვილობასთან. ესეთი შესაძლებლობა არსებობს და ფართოდ უნდა გამოიყენოს, რა თქმა უნდა, მედიცინის შესაძლებლობა. მედიცინის შესაძლებლობა, რომელიც არის აგრეთვე დაკავშირებული კონტრაცეფციასთან და უშვილობის კურნალობასთან. რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავის გზას ამ სფეროში? თავად რჩება, რომ ისინი იყვნენ გულწრფელი პაციენტის მიმართ. ძალიან გულწრფელი. და მიაწოდონ ყველაფერი, რაც მათ ღმერთის წინაშე მათ ნამუსი უკარნახა. ორიენტაცია ჰქონდათ იმაზე, კარიერის შექმნის დროსაც, რომ მათთვისაც და ყველათვისაც უკეთესია, რომ პაციენტმა ყველაფერი იცოდეს და რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში პაციენტს დაეხმაროს ექიმის კეთილგანწყობა მათ მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე აღარ ვლაპარაკობ ახლა იმაზე, რომ კარგი განათლება უნდა მიიღო. ის შესაძლებლად საქართველოში საკმაოდ შეზღუდულია. შეგიძლიათ გამიზიაროთ ის საინტერესო ფაქტები ან ისტორიები, რომელიც თქვენს და თქვენი ინსტიტუტის მოღვაწეობას ეხება. ერთი 40 წელია უკვე მე საქართველოში დაბრუნდი და როცა უყურებ ჩვენს მედიცინას, პირველ რიგში რა თქმა უნდა ყურადღებას ვაქცევ რეპროდუქტოლოგიის დამსახურებას. არც არის გასაკვირი. და როდესაც გავანალიზ ეს სიტუაცია, თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნისათვის, ერის მომავლისათვის, მაგა ფარდოვანი სიტყვებს ვამბობ, მაგრამ დამცველია, ეს არ არის გადამეტებული. აღმოჩნდა, რომ მიანობა გინეკოლოგიაში და რეპროდუქტოლოგიაში რაც არის ახალი, ყველაფერი გაკეთებულია ჟორდანიას ინსტიტუტის მიერ. ეს დამსახურება და ეს შედეგი, სულაც არ მინდა თქვა, რომ ჩემ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. იდეოლოგია ამისა მე არ მეკუთვნის, ეს ეკუთვნის იოსებ ჟორდანიას. მაგრამ დანარჩენი რაც იქნა მიღწეული, მე ხას ვსვამ მეანობაში და გინეკოლოგიაში. ყველაფერი შესრულდა არამედ ჩემ მიერ, არამედ ჟორდანიას ინსტიტუტის კოლექტივის მიერ. აი ახლა შეგიძლიათ თქვენ თვითონ განსაზღვროთ, თუ რა არის თავარი მოღვაწეობის შეფასების სათვის. ჩვენ მოღვაწეობაში, ჩვენ მუშაობაში ყოველდღე არის ახალი. თუნდაც ელემენტარული ახსნა განმარტება აქვს ამას, როდესაც ჩვენ გამოგვაგდეს ჟორდანიას ინსტიტუტიდან, სააკაშვილის რეჟიმის დროს მოხდა ეს. მე არ წვენია ამის თქვა. თარიღი ყველას კარგად ესმის იმ პერიოდიდან. გადავხედეთ რაოდენობას ჩვენ მიერ შექმნილი ახალი სიცოცხლისა და გაერკვა, რომ ყოველწლიურად საქართველოში იბადებოდა 1000 ახალი სიცოცხლე. რომლის ფასი არის 2 და 3-ჯერ უფრო მეტი, რომ ეს იყო უშვილობის კურნალობის შედეგად. აი გააყავით ახლა 1365 და დღეში გამოდის გონი 3 ბავშვი. ყოველდღიურად 3 ახალი სიცოცხლე. აი ჩვენი საქმე ესეთია. აი ეს არის ჩვენი საქმე, ყოველდღიური სიახლე. შეგვედაროს პროდუქციის თვალსაზრისით ნებისმიერი სხვა. ზოგი ქმნის ხიდებს, სახლებს, მონუმენტებს, ზოგი ქმნის დიდ ფულს, არა მარტო საკუთარი ჯიბისთვის, არამედ ქვეყნისათვისაც. მაგრამ როგორ განისაზღვრება, რომელი ჯობია, ერთი სიცოცხლე თუ ერთი ახალი ცადამჯი. ისეთივე შეკითხვა, რომ დედა უფრო გიყვარს ობამა, ხო? ძნელია საკმაოდ აბსურდული შეკითხვა. მაგრამ ისე რომ დავუკვირდით, რა თქმა უნდა, უპასუხებთ, რომ ახალი სიცოცხლეა.